უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორე 30 უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. ღონისძიება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საგანგებო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს თავიანთი ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სტუმრები დალოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ჩვენ ცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს. უბრალოდ სწორედ ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყვაროთ, კვირას იყო სახარება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ და იქ ამბობს უფალი, რომ იმას კი არ ამბობს, რამდენი ილოცე, რამდენი იმარხე, მარხვა შეასრულე. ამბობს იმას, რომ მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე ვიყავი მწყურვალი და თქვენ მასვით, მე ვიყავი სამკურობილეში ან საავადმყოფოში და თქვენ მომინახულეთ. რაც გააკეთეთ ხალხისთვის, ის ჩემთვის გააკეთეთ. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და სიკეთეს უნდა ვემსახუროთ. განსაკუთრებული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ მსოფლიოში. ჩვენ უნდა მოიკრიფოთ ძალა, რომ დაუპირისპირდეთ ამას. ეკლესიას უფრო ძიმე წლებიც უნახავს. თქვენ იცით პირველი საუკუნეები, როგორი დევნა იყო, როგორი წამება იყო ქრისტიანების. უნდა ვიყოთ ყურადღებით, უნდა ვიყოთ ანალიტიკოსები. ანალიზი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი წარსულისა, ჩვენი დღევანდელი დღისა და მომავლისა. სად მივდივართ, რას ვაკეთებთ? უნდა ითქვას, რომ ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღლა მდგომი სულიერი არის საქართველო. მადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ ამ სულიერობას. კალისტრატე ცინცაძე, ცნობილი პატრიარქი, 25 წელი იყო პატრიარქი საქართველოსი.
ყველაზე მძიმე წლების მანძილზე 1922-დან 1952-მდე 20 წელი და მას ჰქონდა წესად ხუთშაბათობით ის იწვევდა მეცნიერებს ახალგაზრდებს, სტუდენტებს და საუბრობდნენ სამეცნიერო საკითხებზე ძალიან რთულ საკითხებს განიხილავდნენ და ამით აძლიერებდა მეცნიერებს მე მინდა ჩვენ ავადგინეთ ეს წესი და ხონდა ჩვენ გარკვეულ დროს ასეთი შეხვედრები და მე მინდა ავადგინო დროებით შეწყდა ეს და ჩვენ გვექნება შეხვედრები საპატრიარქოში. იყო შეხვედრა ფილოსოფოსებთან და პოეტებთან, მწერლებთან. ერთი პოეტი ადგა და თქვა, მე მახსოვს ხმელიო. ღმერთმა დღეს მეორედ გადამორჩინა მეო. ჩვენ ყველანი უსმენდით რა უნდა თქვასო. კარისტრატეს დროსო მე გადავდიოდი თბილისში ხილზეო და მომეპარა ვიღაც უცნობი და გადამოგდო ტყვარშიო. მე დავკარგე ღრცნობო და წყალმა მდინარემ ამომაგდო სიონის წინგო. მაშინ სიონი სეზო სანაპიროზე თქვენ გახსოვთ ალბათ შენობა იდგა პირდაპირ ამ შენობის საძირკველთან მოდიოდა წყალი და ხალხი იჭერდა თევზსა ფანჯრებიდან ჩამოუშვებდნენ და იჭერდა იქ ამოაგდა ეს ახალგაზრდა და დღეს მეორედ გადამორჩინა ღმერთმაო. მან დაკარგა ხედვა, ხედველობა, უჭირდა ხედვა. და მე გადავწყვეტეო, რომ ფანჯრიდან გადავხდებიო და თავს მოიკლოვო. და როცა ეს გადავწყვეტეო, მირეკავს ტელეფონიო და მეუბნებაო, პატრიარქი გიწევს საპატრიარქოში. ჩვენ მოიწვიეთ სხვებთან ერთად და ამან გადაარჩინა. ასე რომ
უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი იცავს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმენი ღვთისმშობლისა. და ეხლა მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველო გამოცხადდეს, როგორც მსოფლიოში გამოცხადდეს, როგორც წილხვედრი ღვთისმშობლისა და დაწესდეს დიდი საზეიმო დღესასწაული. მე დასასრულს მინდა ვთქვა, რომ აი აქ ახალგაზრდები არიან, რექტორები მზადდებიან. თქვენ უნდა მუდამ იქონიოთ საერთო ენა. ახალგაზრდებმა უნდა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ერთსულოვნება იყოს უფროსა და უსროს თაობებს შორის. ეს იქნება ღვთისმადლით. ყველას გვაცავთ, გისურვებთ სულიერ ძალას, სულიერი ძალა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გფარავდეს თქვენ და საქართველოს. ამენ. მე ვესწრებოდი, ესე ვთქვათ, მოწვეული სტუმრის რანგში აღნიშნულ შეხვედრას და მთავარი აქცენტები ბუნებრივია ისმის სტუდენტობის უფრო აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით განათლების პროცესებში, რასაც მხოლოდ მივესალმებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი შეხვედრა გქონდა სტუდენტურ გაერთიანებებთან და წარმომადგენლებთან კომიტეტის ფორმატში. მე ყოველთვის მზად ყოფნას გამოვთქვა მსგავსი შეხვედრების ჩასატარებლად და ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ ხელშეუწყობ არა მხოლოდ სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, არამედ ხარისხის გაუმჯობესების პროცესებსა და შესაბამის რეფორმებს. დღეს ემართება სტუდენტების შეხვედრა მის უწმინდესობასთან, ყველა სახელმწიფო უმაღლესები, კერძო უმაღლესები არის წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო ფორმატი არის ამ შეხვედრის და კარგი არის, რომ გრძელდება ეს ციკლი მთელი შეხვედრებისა, რომელიც ტარდება საპატრიარქოში. მივესალმებით ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს, ვინც არის ინიციატორი დღევანდელი შეხვედრის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პატრიარქს ხვდება როგორც უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა, ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელობა, ფიქრობთ ძალიან პროდუქტიული და სასიამოვნო დღეგველის. მოხარული ვართ, რომ გქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით კათოლიკოს პატრიარქს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელები ჩვენი უნივერსიტეტის რექტორებთან ერთად შევხვდით საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის სახელით. ჩვენზე ახალგაზრდებზე ფიქრობ, ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ამავე განვითარებისთვის და სტუდენტებმა გავაცანეთ ჩვენი ინიციატივა, რაც მდგომარეობს, რომ მოიწყოს სტუდენტური მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე, სადაც პატრიარქი დაუცავს სტუდენტებს. მიხარია, რომ ჩემი უნივერსიტეტიც ჩაერთვა ამ ყველაფერში და უწმინდესისგან მივიღეთ დაუცვა და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის სასიკეთოდ არა მარტო ჩვენი ორგანიზაციისთვის, ესე ვთქვათ, არამედ ქვეყნის მასშტაბით. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტ ანანიას ახალი ნაშრომის წარდგინება გაიმართა. საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში. ასე უწოდა მღვდელმთავარმა წიგნს, რომლის შექმნაზეც თითქმის 20 წელი იმუშავა. გამოცემა ქართულ და უცხოურ წყაროებზე ვრცელ სამეცნიერო ლიტერატურასა და აღნიშნულ რეგიონში ქართული კულტურის შესახებ შემორჩენილ ფაქტებზე დაყრდნობით დაიწერა. მღვდელმთავარი ნაშრომში დეტალურად იკვლევს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველთა მონათესავე ხალხების ისტორიას და ადგენს, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, მეცნიერები და პროფესორები ესწრებოდნენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასია დასახლებული არის ქართველთა მონათესავე ტომებით, ხალხებით, ერებით და
დღეს სამწუხაროდ ისინი არიან მოქცეული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და მუდმივად ინერგება როგორც მათი ტელევიზიებით, ასევე ლიტერატურით, ასევე წყაროებით, ასევე ინტერნეტით მუდმივად მათში ინერგება, რომ ისინი არ არიან ნათესაები და მოზოები ქართული ერისა, რომ მათ არაფერი არ აკავშირებთ ქართველებთან, რომ პირიქით ქართველები იყვნენ მათი თითქოს დამპყრობლები და ამიტომ იძულებული გავხდით ჩვენ რომ გამუშავა ამ თემაზე, ესაა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩვენი ვნახეთ, რომ ამ ხალხების წინაპრები იყვნენ ქრისტიანები თავის დროზე, არაერთი და ორი წელი ამნეთ საუკუნეების მანძილზე, ჰქონდათ მათ თავიანთი საეპისკოპოსოები, ესენი შედიოდნენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში და ეს ხალხები იყვნენ ქრისტიანები თემურლენგის შემოსევამდე, თემურლენგის შემოსევის შემდგომ მოხდა, ასე ვთქვათ, მათი ქრისტიანობიდან განშორება. ეს არის დიდი და ძალზე საინტერესო ისტორია, ამით მიკითხება, რომ საქართველოს ეკლესიას თავისი იურისდიქცია ჰქონდა ძალზე ვრცელი ტერიტორიებზე, დღევანდელი ყირიმიდან კაფადან, ქალაქი კაფა იყო, დღეს ფეოდოსია ქვია, იქიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე შედიოდა ჩვენს იურისდიქციაში, ანუ იყო ჩვენი ენის, ჩვენი კულტურის, ჩვენი მწიგნობრობის, გავრცელების, განვრცობის სფერო და იქ არის ამის დასტურად უამრავი არტეფაქტი, უამრავი ეკლესია, ნანგრევი და ესაა ყველაფერი ქართულენოვანი. შეიკრიბა ესაა ძალზე დიდი მასალა, თითქმის 20 წელი დაჭირდა მას შეკრებას და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მკითხველი მას მიიღებს კარგად. ყველა პასუხი, ყველა ისტორიული რეალობა დადგენილი არის და ნათქვამია, რომ არათუ სამხრეთ რეგიონები გეწოდებული ცხინვალის სამხრეთ ოსეთისა, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც კი არსებობდა ქართული მიწები, არათუ ქართული მიწები, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაც არსებობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. არაჩვეულებრივად საინტერესო წიგნი წარმოადგინა მეუფე ანანიამ. არაჩვეულებრივად საინტერესო. ძალიან ღრმა, ისეთი, სადაც ბევრი თეოლოგიური საკითხებია, ეროვნული საკითხებია. მე მაგალითად მივესალმები ამ წიგნს და მზათა ვარ ყველა დონეზე წარმოვადგინო, სადაც კი შესაძლებლობა იქნება. დიდად მნიშვნელოვანი წიგნი გვაჩუქა მეუფე ანანიამ, ეს ეხება ქართული ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიურ სივრცეზე. ეს არის მეტად საყურადღე ისტორიოგრაფიული ნაშრომი, გამდიდრდა ჩვენი, ასე ვთქვათ, ცოდნა დამოკიდებულება, რაც იყო საუკუნეთა განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ თარგამოსიანელებთან, როგორც ლეონტი მროველი იყო და მე-11 საუკუნის დიდი ისტორიკოსი. ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებსა და მიღწევებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმსჯელეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში რიგით მე-6 ყოველწლიური ორდღიანი შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა და ჰეპატიტის პრევენციასა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეისთვის არსებული მონაცემებით თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა 53,000 ადამიანს ჩაუტარდა. წარმატებით ხორციელდება სკრინინგის პროგრამაც. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით აღნიშნული დაავადების პრევენციის კუთხით აუცილებელია ქვეყანაში ბენეფიციართა მომართვიანობა გაიზარდოს. პროექტი საკუთრივ წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ რაოდენობა თვის განმავლობაში ჩართული პაციენტების შესაძლებლობა არის, რომ იყოს 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მეტი, რომ სწრაფად და გართულებების გარეშე დავამთავროთ ეს პროექტი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. 3 წელნახევრის თავზე, რაც ეს პროგრამა მიმდინარეობს ქვეყანაში, უკვე სერიოზული შედეგებია, რომ ახლობით 350,000 ადამიანი არის ქვეყანაში გამოკვლეული, მოზრდილი მხედველობაში მაქვს და ჩვენი სამიზნე არის 2,800,000-მდე და ასევე დაახლოებით ელიმინაციისთვის ჩვენი გეგმით 128,000 ადამიანს უნდა უმკურნალოთ. და აქედან უკვე დღევანდელი რიცხვით 53,000-იან ამკურნალები 98%-იანი განკურნების ეფექტით. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობასთან ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სხვადასხვა პროექტში ჩვენ თქვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერი ვართ. აღნიშნული ინიციატივის დამსახურებით 3,000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქრისტიანთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors USA-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში შრი-ლანკა 46 ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანებისთვის ცხოვრება განსაკუთრებით სახიფათოა. ცნობილია, რომ მხოლოდ 2018 წელს ბუდისტებისა და ინდუისტების მხრიდან ქრისტეს რჯულის მიმდევრებზე თავდასხმის 86 შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება ამჯერად მიიპყრო ბიბლიის ქრისტიანი პედაგოგის ბედმა, რომელიც ბუდისტებმა მათზე თავდასხმაში დაადანაშაულეს და ამჟამად საპყრობილეში იმყოფება. გამოცემა Morning Star News-ის ცნობით ნატანდილის პროვინციაში ქრისტიანი პედაგოგი ბუდისტებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ თავისი საქმიანობა შეეწყვიტა. მას შემდეგ კი რაც მან სასამართლოში იჩივლა რელიგიური გრძნობების გამოხატვის შეზღუდვის გამო, გადაწყვიტეს მის სახლს ჯგუფურად დასხმოდნენ თავს. პედაგოგის დაცვა ადგილობრივმა ქრისტიანებმა სცადეს და ამ დროს მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა ერთ-ერთი ბუდისტი, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ბიბლიის პედაგოგს, მაშინ როცა ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. პოლიციელებმა ქრისტიანი დააკავეს და ის განაჩენს ელოდება. აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკაში ბუდისტები მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს წარმოადგენენ, 15%-ს ინდუიზმის წარმომადგენლები შეადგენენ. დაახლოებით ამდენივე რაოდენობის არიან ქრისტეს რჯულის მიმდევრები. პორტუგალიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ბავშვის გაჩენას ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სპეციალისტებმა ინგლისში 1971 წლიდან 2011 წლამდე 200,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს. ამ პერიოდში მოქალაქეების 39% გარდაცვლილი იყო. მეცნიერებმა დეტალურად განიხილეს მათი სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა და სიკვდილის მიზეზი. შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ქალებს, რომელთაც შვილები ჰყავთ, სიმსივნით დაავადების რისკი 72.5%-ით უმცირდებათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლების ინფექციით, სიმსივნითა და გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკი განეიტრალებულია. იუტას შტატის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წყლის მცენარეების ბიოსაწვავად გარდაქმნა საგრძნობლად შეამცირებს საწვავის ხარჯებს და ნაკლებ ეკოლოგიურ პრობლემასაც გამოიწვევს. მცენარის ბიოსაწვავის გამოყენება შესაძლებელი გახდება როგორც ავტომანქანებისთვის, ისე თვითმფრინავებისა და გემებისთვის. როგორც ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, წყლის მცენარის მოლეკულები დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და საგანგებო მიქსერის საშუალებით სწორედ ამ ცხიმების გარდაქმნა გახდება შესაძლებელი საწვავს საშუალებად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ახალი ბიოსაწვავი მსოფლიო ბაზარზე.